მილანო და კეთილი გულის ქალაქი. პატარა გოგონას დიდი გულის საოცარი ამბავი. ფერიტოპია. ცისარტყელას მთებს იქით-იქ, სადაც დილა ოქროსფრად თენდებოდა და საღამოები ჩიტების სიმღერით ივსებოდა. არსებობდა ერთი საოცარი ქალაქი, ფერიტოპია. ფერიტოპია უბრალო ქალაქი არ იყო. იქ ერთად ცხოვრობდნენ ცხოველები. ჩიტები, ფერადი პეპლები და კეთილი ადამიანები. ქუჩები ყვავილებით იყო მოფენილი, ფანჯრებიდან სითბო იღვრებოდა. ხოლო სახურავებზე მზის სხივებიც ეკვავდნენ. ამ მშვენიერ ქალაქში ცხოვრობდა პატარა გოგონა, მელანო. მელანოს ჰქონდა დიდი, ციმციმა თვალები, თბილი და საოცრად კეთილი გული. მას უყვარდა გაზაფხული, ყვავილები, ლამაზი კაბები და ზღაპრები. მაგრამ ყველაზე მეტად მსოფლიოში თავისი ბებია უყვარდა. ბებია იყო მისი სითბო, მისი სიმშვიდე, მისი ზღაპრების სამყარო. როცა მელანო ბებიას ეხუტებოდა, ეგონა რომ მთელ დედამიწაზე ყველაფერი კეთილი ხდებოდა. ფერიტოპიის შუაგულში იდგა ძველი, ჯადოსნური საათი. მას ეძახდნენ სიყვარულის საათს. ეს საათი ჩვეულებრივ დროს კი არ ითვლიდა, ის ქალაქის გულს აცოცხლებდა. სანამ ის მუშაობდა, ყველას ახსოვდა სიკეთე, ზრუნვა, მეგობრობა და ოჯახური. მაგრამ ერთ დილას სიყვარულის საათი გაჩერდა. ქალაქი თითქოს ერთიანად დადუმდა. ჩიტებმა ნაკლებად იმღერეს. ყვავილებმა თავი დახარეს. ჰაერშიც კი სევდა იგრძნობოდა. მელანომ ეს მაშინვე შეამჩნია. ბებო, რატომ არის დღეს ქალაქი ასე ჩუმი? იკითხა მან. ბებიამ საათს გახედა და უთხრა. სიყვარულის საათი გაჩერებულა, ჩემო საყვარელო. მაშინ ხომ ყველას დაავიწყდება. როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი? ნამდვილი სიყვარული არ სათქრება, მაგრამ ზოგჯერ მას ვინმე უნდა შეახსენოს. მელანო, ქალაქს შენი დახმარება სჭირდება. ჩემი? სიყვარულის საათის გასაღები სამ ნაწილად დაიკარგა. ბებო, წავიდე. წადი, ჩემო მზის სხივო. შენს გულში ისეთი სინათლეა, გზა თავად გაგინათდება. მელანომ პატარა ჩანთა აიღო, თეთრი ლენტი დაიმაგრა და ბებიას ძლიერ მოეხვია. ასე დაიწყო მისი დიდი მოგზაურობა. მელანო მალე მივიდა მოლაპარაკე ტყეში. ტყის შესასვლელთან მას დახვდა ჭკვიანი კურდღელი ტიმო. მე დაგეხმარები, მაგრამ გახსოვდეს. ნამდვილი პასუხები გულიდან მოდის. ცოტა ხანში მათ დაინახეს მოხუცი კუ, რომელიც სევდიანად იჯდა. რატომ ხარ მოწყენილი? იმიტომ რომ აღარავინ ჩერდება ჩემთან სასაუბროდ. კუმ უამბო ძველ დროებზე, თავის მოგზაურობებზე და მეგობრებზე. რაც უფრო ლაპარაკობდა, მით უფრო უნათდებოდა თვალები. უცებ მის ნაჭუჭზე ოქროსფერი ნათება გაჩნდა. იქიდო გასაღების პირველი ნაწილი. რომ გულით მოусმინე. შენ ეს იმიტომ იფოვე, რომ გულით მოусმინე. მოგზაურობა გაგრძელდა. მელანო და ტიმო მივიდნენ ქარის ხიდთან. ხიდი მაღლა ცაში ეკიდა და ძლიერ ქარში ირხევდა. მის დასაწყისში რამდენიმე პატარა ციყვი იჯდა, რომელსაც გადასვლა საეშინოდათ. მელანოსაც შეეშინდა, მაგრამ როცა ერთ
პატარა ციხს-ცრემლიანი თვალები შეხედა, ბებიას სიტყვები გაახსენდა. ამ დროს ციდან ოქროსფერი ფოთოლი ჩამოფრო არფად და მის შიგნით იყო გასაღების მეორე ნაწილი. ეს იმიტომ მიიღე, რომ სიკეთე შიშზე ძლიერი აღმოჩნდა. ბოლოს ისინი მივიდნენ ყველაზე იდუმალ ადგილას. ვინც იტყვის რა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალა მიიღებს ბოლო გასაღებს. მათგანი მას აჩვენებდა, რაც გულში ყველაზე ძვირფასი იყო. ერთ სარკეში მელანოს ყვავილები დაინახა, მეორეში მზეიანი ბაღი, მესამეში თავისი ბებია. უცებ ჰაერში ხმა გაისმა. მიიღებს ბოლო გასაღებს. იქნებ სისწრაფე? ან იქნებს სიმამაცე. ყველაზე დიდი ძალა სიყვარულია. როცა გიყვარს ზრუნავ, როცა ზრუნავ სხვას აბედნიერებ. მე ყველაზე ძლიერად ბებია მიყვარს. ამ სიტყვებზე ყველა სარკე განათდა და მელანოს ხელისყულზე გაჩნდა გასაღების მესამე ნაწილი. მელანომ და ტიმომ სამი ნაწილი ერთმანეთს შეუერთეს და პატარა ოქროს გასაღები მიიღეს. ისინი ფერიტოპიაში დაბრუნდნენ, სადაც მთელი ქალაქი მოედანზე ელოდებოდა. მელანოს სიყვარული საათთა მივიდა. ღრმად ჩაისუნთქა, გასაღების საათში ჩადო. პირველად სრული ჯმე ჩამოვარდა. შემდეგ კი ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, საათი ისევ ამუშავდა. ქალაქი განათდა. ყვავილები გაიფუჭკნა. ჩიტებმა ისევ დაიწყეს ჯიკ-ჯიკი. მოქალაქეებმა ერთმანეთს გაუღიმეს. ქალაქის მერმა მელანოს უთხრა. შენ გვასწავლე, რომ ყველაზე დიდი ძალა სიყვარულშია. საათი სამუშაობს. აბა რა ისწავლე ამ მოგზაურობაში? რომ ყველაზე დიდი ჯადოსნობა სიყვარულია. ბებიას გულთან. ყველა ამბობდა, რომ ეს იყო მელანოს ვარსკვლავი პატარა გოგონასი, რომელმაც სიკეთით მთელი ქალაქი გაანათა. მას შემდეგ, როცა ფერიტოპიაში ვინმე ავიწყდებოდა. რამდენად მნიშვნელოვანია სიკეთე, მზრუნველობა და ოჯახური სიყვარული. ჩვენს პატარა მელანოს, რომელსაც თვალებში სინათლე და გულში დიდი სიყვარული აქვს. სამყაროს ადბობს. დასასრული. სიკეთე პატარა გულში დიდად ანათებს. სიყვარული კი ყველაზე დიდი ჯადოსნობაა.